მოგესალმებით, მეგობრებო, დავიწყეთ უფლის ხატის დაწერა. გადავწყვიტე, რომ აი ამ ეტაპიდან მეჩვენებინო თქვენთვის ეს ხატი. ეს არის სამოსის ყველაზე შიდა მხარე, რომელიც იწერება, ანუ ზოგადად ხაწერაში ესე ხოლმე, ყველაზე შიდა სამოსი რაც არის, ვიწყებთ იმისი დახატვით, დაწერით, ასე ვთქვათ. აი ესეთი უნდა გამოვიდეს საბოლოო ჯამში. ну, плюс-минус ოდნავ შეიძლება ფერში რაღაც სხვანაირობა იყოს, მაგრამ მე არა უშავს არაფერია, პირიქით ახლა შეიძლება უფრო უკეთეს გამოვიდეს ან რაღაც ახალი ისეთი ფერი. ну, რადიკალურ სხვაობას არ გულისხმობ ახლა, მაგრამ იმას არ ვიძახი, რომ წითელი როა იყოს შეიძლება მწვანე. ანუ შეიძლება ოდნავ მუქი წითელი იყოს ან ასე შემდეგ, ხო? კიდევ მინდოდა იმის თქვა, ხო, ანუ რაზეც საუბრობთ. აი ეს არის ყველაზე შიდა სამოსი, ვიწყებთ ამითი. შემდეგ იწერება, იხატება ეს, მოყვება ეს და შემდეგ არის ყველაზე გარე სამოსი არის ეს და ბოლოს ეხატება წიგნი, იმიტომ რომ წიგნი ყველაზე გარეთ არის რა, ხო ხვდებით, ეს არ არის გაკვეთილი სახე, მაგრამ რაღაც ვარიანტში ახლა ვიღაცას თუ აინტერესებს თავის ცნობის მოყვარეობას, ასე ვთქვათ, დაიკმაყოფილებს და გაიგებს რაღაც ახალს რა. და რაც შეეხება გაკვეთილებს, ხვალ უნდა მოვიძიო რაღაცა გარკვეული მასალები და დაახლოებით 10 რიცხვისთვის დავიწყოთ რა. მე მგონი რაღაც ისეთ სირთულეს არ წარმოადგენს ესე ონლაინ, რა ვიცი, ჩვეულებრივად უნდა ჩავატაროთ ნორმალური გაკვეთილი, მე მგონი. ნახოთ რა როგორ იქნება. გამოიწერეთ ჩემი არხი, რა ვიცი და ამ ხატს რაც შეეხება, რამოდენიმე დღეში დავასრულებ, არ ვიცი რამდენ დღეში დავასრულებ, თქვენს თქვით ამ კომენტარებში დაწერეთ, რამდენ დღეში შევძლებთ ახლობით რომ დავასრულო ეს ხატი. ეტაპობრივად გაჩვენებთ ხოლმე ყველაფერს, მაგალითად ამ სამოსს რო დავასრულებ, შემდეგ სხვა სამოსზე რო გადავალ, იმასაც გაჩვენებთ და რა ვიცი, ყველაფერს მოგიყვებით ხოლმე რა. მადლობა ყურადღებისათვის, გამომწერეთ, რათა უფრო ბევრმა ადამიანმა ნახოს ჩემი ვიდეოები. დაგემშვიდობებით, დროებით.